ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯოასთან და ზაალ დომაშვილთან ერთად. და მომდენო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. პირველი კავკასიური ტელეარხი ფრანგული სატელიტიდან მოიხსნა ფრანგულმა კომპანიამ უარი ტელევიზიისთვის სიხშირის დათმობაზე ტექნიკური მიზეზებით ახსნა. თუმცა იგივე სიხშირე კონტრაქტის გაწყვეტიდან მეორე დღეს სხვა ტელეარხს დაუთმო. უკვე ცნობილია, რომ პირველი კავკასიურის გათვლის მიზეზი არა ტექნიკური, არამედ უფრო პოლიტიკურია. გათავისუფლებული სიხშირე სატელიტზე გაზპრომ მედიამ დაიკავა. ქართული მხარე უტელსატის წინააღმდეგ სარჩელ სასამართლოში შეიტანს მტკიცებულებები. ადვოკატებს საკმარისზე მეტი აქვთ. პირველი კავკასიური ფრანგულ კომპანიას ფრანგულ სასამართლოშივე უჩივლებს. რუსულენოვანი ქართული ტელეარხი სატელიტზე დასაბრუნებლად სარჩელს ეუტელსატის წინააღმდეგ ამზადებს. თანამგზავრის მფლობელმა ფრანგულმა კომპანიამ პირველ კავკასიურს ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მაუწყებლობა თითქმის 2 კვირაა შეუწყვიტა. ეუტელსატის მიერ ქართულ ტელეარხთან კონტრაქტის დარღვევა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ პარიზში გააპროტესტა. ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს ეუტელსატის წინააღმდეგ, მათ კონტრაქტი დაარღვიეს, ახლა სასამართლომ უნდა გაარღვიოს მტყუან მართალი. მეორე მხრივ ჩვენ კომპანიისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც მოვიხსოვთ. უცნობი მიზეზების გამო ამ დროისთვის არხი სატელიტიდან გაითიშა და რაიმე ლოგიკური გამართლება იმისა, თუ ეს რატომ მოხდა არ ვიცით. არხის გათიშვის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ მოგვსვლია. მხოლოდ იმისთვის გავხდიშო, რომ რუსულ ენაზე სიმართლე ვთქვათ, ფიქრობ ეს სწორი არ არის. პირველი კავკასიურის ხელმძღვანელობამ ფრანგულ, ინგლისურ და სხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს დღეს პარიზში დეტალურად გააცნო ის მოლაპარაკებები, რომელიც ეუტელსატთან მიმდინარეობდა. კომპანიასთან სიხშირის მიღების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული იყო და სატესტო სიგნალი თანამგზავრზეც გავიდა, მაგრამ პარიზმა 14 იანვარს პოზიცია შეცვალა. ეუტელსატის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ თანამგზავრზე ყველა სიხშირე დაკავებული იყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სატელიტური არხი W7, რომელზეც პირველი კავკასიური მაუწყებლობდა, მათ რუსულ ჰოლდინგ გაზპრომ მედიას გადასცეს. იყო დარწმუნება იმისა, რომ ეუტელსატი თავის იმიჯს არ შელახავს და არ წამოვა არანაირ პოლიტიკურ შანტაჟზე ან ზეწოლაზე. თუმცა მოხდა საპირისპირო. ფრანგული კომპანიის მიერ კონტრაქტის დარღვევა დღეს პარიზში პრესკონფერენციაზე მიწვეულმა ფრანგმა ჟურნალისტებმაც გააპროტესტეს. ისინი ეუტელსატის მოქმედებას პოლიტიკური ზეწოლით ხსნიან. ჩვენთვის გასაკვირია, რომ ფრანგული კომპანია პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ასეთ დათმობაზე წავიდა. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ახსნა განმარტებას ეუტელსატისაგან, მაგრამ შიშობ კომპანია ტექნიკურ პრობლემას მოიმიზეზებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ამ საქმის გარკვევა და მათზე ზეწოლის განხორციელება. მათი საქციელი უბრალოდ სამარცხვინოა. ოლეგ პამფილოვი, რომელიც კარგად იცნობს კრემლის ბრძოლის მეთოდებს, დარწმუნებულია, რომ თანამგზავრზე პრობლემები რუსულენოვან ტელეარხს მოსკოვმა შეუქმნა. პირველი კავკასიურის მაუწყებლობამ დისკუსია მოსკოვშიც გამოიწვია. სიტყვა სიმართლე რუსეთის პოლიტიკოსებს, დიპლომატებს არასოდეს არ მოსწონთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრანგულ მხარეზე რაიმე ზეწოლა ყოფილიყო, მაგრამ ადვილი შესაძლებელია ეს პოლიტიკური გზებით მომხდარიყო. საჭიროა ასეთი არხები, რადგან სიმართლე ნაკლებად იციან რუსეთში. აქ პოლიტიკური სარჩულია, თუმცა კრემლმა თანამგზავრის გათიშვის ჩვენახს დიდი რეკლამა მოუტანა. მოსკოვში არ მოსწონს ალტერნატიული აზრი, ეს იყო მხოლოდ შანტაჟი ფრანგული კომპანიის წინააღმდეგ. ეუტელსატზე 28 რუსული ტელეარხია განთავსებული, მათგან ეს კომპანია მილიარდობით დოლარს იღებს. რუსები მათ სატელიტის დატოვებითა და გაბანკნოტებით დაემუქრებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ერთი ქართული არხისთვის უარის თქმა ფრანგებს გაუადვილდებოდათ. ეუტელსატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დავაში საინტერესო კიდევ ის ფაქტია, რომ ამავე თანამგზავრის მეშვეობით ფარავს ევროპას პირველი და მეორე არხებიც. ჩვენი ფრანგი პარტნიორების ამ გადაწყვეტილებამ ზემოქმედება მოახდინა იგივე პირველი სამაუწყებლო არხის გავრცელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ამჟამად ფრანგული კომპანია თბილისის სხვა სიხშირეს W2-სა და 3-ს თავაზობს. ეს წინადადება პირველი კავკასიურისთვის წამგებიანი იმით არის, რომ ამ არხებით რუსულენოვანი ტელეარხი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის დაფარვას ვერ შეძლებს.